ოქტომბრამდე მცირე შეხვედრები ამომრჩევლებთან კვლავ გაგრძელდება. ლეიბორისტების შეხვედრები ამომრჩევლებთან ეკასოსელია საუბრობდა სპორტის სასახლიდან ქრონიკის ღია ეთერში. დგომა გაჩერებაზე საათობით და ტრანსპორტის უსასრულო მოლოდინი. ზემოფონიჭალაში მოსახლეობა საქალაქო ტრანსპორტის სიმწირეს უჩივის. ხალხი ამბობს, რომ სატრანსპორტი იშვიათად დადის, რის გამოც ქალაქის დანარჩენ უბნებთან დაკავშირება შეუძლებელია. ამ პრობლემებზე სასაუბრო დღეს მათთან ქრისტიან-დემოკრატების კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მივიდა. საზაგაბონიამ ადგილობრივებთან საუბრისას განაცხადა, რომ თუ ის არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს, მაშინ გაზრდის ტრანსპორტის რაოდენობა სხვადასხვა მიმართულებით, დანიშნავს ასევე ავტობუსებსაც შემცირდება მგზავრობის საფასური, ხოლო ტრანსპორტის მძღოლების ანაზღაურება გაიზრდება. პირველ რიგში აუცილებლად გაიზრდება დაფარვის ზონა ამ საქალაქო ტრანსპორტისა, ანუ ის მოიცავს გაცილებით უფრო დიდ ტერიტორიას, ვიდრე ახლა დადის ტრანსპორტი, ანუ ის ჩავა მათ შორის მაღალი კორპუსამდე სტუდენტებმა შეძლონ უფრო ადვილად გადაჯდომების გარეშე, ზედმეტი ხარჯის გარეშე დაფარვენ მათთვის ასურველი მანძილი. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი აუცილებელია, რომ უფრო გაიაფთეს ტარიფი და სუბსიდირება სრულიად თავისუფლად შეუძლია თბილისის ბიუჯეტს საამისოდ და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ეს გახლავთ მძღოლებისთვის, აი ამ სისტემაში დასაქმებული ადამიანებისათვის ხელფასის მომატების საკითხი.